ჭადრობის მემრიო სერგი მინდა შემოგთავაზოთ ქართული რები გინდა იჯარეთ გინდა რა ცხოვრებაში სასაურის ზოგჯერა და ზოგჯერა ამ გადაცემაში რაც ნახეთ გინდა იჯერეთ გინდა არა გინდა არა ვაში ერთხელ პირველი არხით პროგრამაში გინდა იჯერეთ გინდა არა ზოგ რაღაცას დაუჯერეთ ზოგს კი არა გინდა იჯერეთ გინდა არა გინდა იჯერეთ გინდა არა გინდა იჯერეთ გინდა არა გინდა იჯერეთ გინდა არა დიახ, მე ახლა კახეთში, უფრო სწორედ კი გურჯაანში ვიმყოფები. და რამოდენიმე სიუჟეტით შეძლების დაგვარად მინდა გაგაცნოთ საქართველოს ეს ლამაზი კუთხე და აქაური გამრჯე, შრომელი, იუმორით სავსე, ერთდროულად დინჯი და ფიცხი, ზოგჯერ ზომაზე მეტად უხეში და მაინც ამავე დროს საოცრად თბილი და მოსიყვარულე კახელები. კახელი არის როგორც აცესე შრომელი ადამიანი, პატიოსანი, შრომელი და საქმის გამკეთებელი, მოპურმარილე და დროის განტარებელი და შრომის მოყვარული. თუ გაბრაზდება კიდეც, სხვანაირად გაბრაზდება კიდეც, მაგრამ კახელი კაცი არ უნდა გააბრაზო, რომ საერთოდ დინჯი კაცია და თუ გაბრაზდა, მერე უკვე კახელი კაცი არის სტუმართ მოყვარე კაცი, მშრომელი, ოდიდანვე, რომ სულ ოფში და იმაში, შრომაშია დილიდან საღამომდე. როგორები არიან კახელები, ბებია? ძალიან კარგები, ძალიან კარგი. აი, რასაც მიყურებ ესეთები. აი, და წყალი მაგერა დავლიჩავ. მე? დავაი. რა, პროტო. აი, ლამაზი ანეკდოტები, ამი შე რო იცი. ორი, ეს შე ანეკდოტები უთხარ. ეხლა ანეკდოტების დრო არის. იცით, ამბობენ ბაზარს ცეცხლი უკიდიაო, მართალია? ბაბას ცეცხლი უკიდია, რა ის. თანაც ჩას არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, მაგ საქმეს. ნამდვილად უკიდია ცეცხლი. ყველაფერი ძვირია. ყველაფერი. ყველაფერი ძვირი არის. ყველაფერი არაფერი არ გააჩნია. არაფერი არ შემოგთავრობა და ცეცხლი მოუკიდება, მაგრამ იქნება. ბაზარ დიდი ხანია ცეცხლი უკიდია, არის წოდით აქამდე რომ. მადლობთ. რა ვიცი. არაფერი არ აქვს არცეთ. Itauri glavasula, Itauri, Tauperi, amico, Tauperi, Rinagi aram, Ziaris, Zei, Itauri Gurdani, Davizmetki. ხო, რა არის? Kutumani, Akilo, Kutumani, Avala Jasiniki, Dafi Hinua, Sulta Gurdani, amico. What is the money? ოთხი. რა შულო მე დიერა პიჭებო ჰა მოთაკა ჩვენ ახლა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, კერძოდ კი ბატონ სანდრო აფრიაშვილთან, საქართველოს საპატიო მონადირესთან მიმყოფებით. ბატონი სანდრო აი ამ უცნაური მუზეუმის ბატონ პატრონია. კონკრეტულად რა მუზეუმია, ალბათ ამას თავად ბატონი სანდრო გაგვაცნობს. ბატონო სანდრო, აი რით დაიწყო ყველაფერი ეს? რამდენი ხანია რაც ეს მუზეუმი გქონდა და საერთოდ რატო დაგებადეთ აი ესეთი მუზეუმის შექმნის იდეა? 85 წელში დავიწყე ეს მუზეუმი, იმიტომ რომ ძალიან ბრაკონიერობა მიმდინარეობდა. ნადირ ფრინველისა. და სულ გაჩანაგებული იყო ფაუნა, ფლორა. და მე კიდე მოვიფიქრე, რომ მეთქი შევიძენ ისეთ რამეებს, ისეთ რამ ნადირ ფრინველს, რომელზედაც ნება დართულია, ესე იგი მოკლა.
ხო და შევახუჩეს, იმიტომ რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, ჩვენი მომავალი თაობა რო გაიზრდება, შეიძლება ეძებონ და ვერსად ვერ ანახონ და აი იდეაში კაცისათვის რომლისთვისაც სიკვდილით ნადირის კვლავ რაღაც არასასიამოვნო აი განსხვავება არის ბრაკონიერს და ჩვეულებრივ მონადირეს შორის რომელიც ნამდვილად განსხვავდება მე მაგალითად რომ შემხვდეს აი ან ირემის შველი მე იმას გაუფრთხილდები იმას არ მოვკლავ მე და არიან ბრაკონიერი როგორც რომე ღამე დადიან და სინათლეზე ხოცავენ ისინი არ ინდობენ არაფერს აი ხო რაც აქ არის ეს თქვენი დახოცილია თუ ნაწილი ჩემი დახოცილია ნაწილი ისე ნაშოვნი აქვს რა ალბათ თავისი ისტორია აქვს წარმომიდგენია ალბათ აი მგელზე ვისაუბრებ მგელზე მე ზამთრის პერიოდში 85 წელში აველი ჩალაუბნის ტყეში ხო და ნახე რომ კვალი იყო მგლისა ნატარი ხო და დაინტერესდი როგორც მონადირე რომ მომეკლა ჯერ გასულ წელსა თხა წავიყვანე და თხა დავაბიდა რომ დაიწყო ყვირილი მე კიდე ხეზე ჩაუჯექი გელს სადაც იმის კვალი ვნახე თხან ყვირილი დაიწყო რომ შებინა მოიხედა რომ არავინ არც მონადირე არც პატრონი არც არავინ ყვირილი დაიწყო მგელმა ალბათ გაიგო და აღარ მოვიდა იმის ყვირილიზე რა არ მოვიდა წამუველი მესამე დღეს აველი კიდევ იყო ნატარი ვნახე ნაკვალევი იყო ზამთრის პერიოდში მე დაუკიდე ქათამი რომ დაიწყებდა ის ხრიალ მგელი იყო თუ სხვანადირი არსებობდა იქა ის მივიდოდა მე კიდე ჩასაფრებული ვიყავი არ მოვიდა მე რო წამოვალ მისულიყო და შემოერწყა კვალი მაგრამ არ მისულიყო საჭმელად რატო მიხვდა დავიჯერ მიხვდა ალბათ ხო და მე ავდექი და ბოინიდან გამოვიტანე ღორის ნაწლავს ძალიან ცუდი სუნი აქვს ის ნაწლავი შემოახვიე სადაც ნატარი ვნახე მაღლა ხეზე და ქვეშ კიდე ხაფანგი დიდი ხაფანგი გლისახამი შეუნიღბე ფოთლები დავაფარე რამე ყველაფერი და მოსულიყო იმ ღამით და ორი კრუგი შემეავლო და მე შეხტომოდა მაღლა იმ შესაჭმელად იმ ნაწლავზე ხო და ჩაედგა წინა მარცხენა ფეხი აი ეს ჩანს კიდევ წინა მარცხენა ფეხი ჩაედგა ხო და მე აველი და დამხვდა რომ დამინახა გამოიწია ჩემსკენ დასაგლეჯად მაგრამ მე იმედი მქონდა რომ ვერ გაიწყვეტან და ჯაჭვიც მქონდა დამული ხეზე მიმული ხაფანგი სამუველი და წავიყვანე ფოტოგრაფი ტურიაშვილი ანზორი ისიც მონადირია კარგი ბიჭია იმან გადამიღო სურათი რომელსაც კობილთავ კლან ამას კობილ თოფი არ ვესწრო იმიტომ რომ ამის ფიტულად მინდოდა და ეს მავნებელია მწაცებელია მაგაზე ნება დარწმუნდა ცოცხალი მე რა არის ცოცხალი ხო და ავდექი და მე მოვყალი და გავაწყავე და ჩაუტანე თბილისში და გააკეთეს ესე ფიტული ეს გარეული ტახი ეს გარეული ტახი არის მოკლული მინგიჩაურის ზღვაზე ესა თქვენ თავად ლიცენზიით არის მოკლული ეს ამაზე ლიცენზიას ვიღებთ და ის აი გამიგია შველსო რო კლავენო ტირილი იცისო და სიკვდილის დროსა რომ მონადირე მიხვალ და ცრემლები გადმოსდის თვალები შეგეცოდება ამ შველმა ტირილი დაიწყო რა თქმა უნდა იცის ყველამ ტირილი აი მაშინ კარგი მონადირე თუ ახარ და ბრაკონიერი არ ახარ ისევ მამალი უნდა მოკლა ვიწრემ დედალი ეს მამალია დიახ მე შევატყე რომ მამალი დამიდგა წინა ძაღლემა რომ გამოაქციეს და ესროლი და მოვკლა აი მაგ დროს რა გძნობა გეუფლებათ როდესაც აი უკვე მოკლულია და თქვენს ხელთ არის უკვე ნანადირები აი რა შეგრძნებაა მონადირეს რა გძნობა აქვს ეხლა მაინც დიდ სიხარულს არ წარმოადგენს იმიტომ რომ ბუნებას აკლებ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც შენ წასული ხარ სანადიროდ და მაინც აკლავ ისე როცა ნება დართული არ არის მაგაზე არ შეიძლება მაგის სიკვდილი უნდა შეგეცოდოს კიდეც და მომრავლების პერიოდი როცა მაშინ არ უნდა ლოსს აქვს ორი რქა ეს ორი ამხელა და ასეთი ორი ამხელა ეს მარჯვენა რქა არის იწონის 25 კილოგრამი ერთი ცალი აი ტოტები და რამე ყველა ხო აი ეს რქები ჯიხვის ეს არის ჯიხვისა ეს არის ჯიხვის რქა ეს აი ბუნებრივია თუ რაღაც გამოყვანილია უკვე არა ბუნებრივია ესენი ბუნებრივია სულ ბუნებრივია იმიტომ რომ სილამაზით უფრო ბუნებრივია ეს არის ძალიან მძიმე და როგორ ასეთ სიმძიმეს ატარებს კი თვითონ გამოდის დაახლოებით ესე 125 კილონი 130 კილონი ხო და ეს როცა მაღლიდან ჩამოდის და იალაღებზე საძევრაზე ჩამოდის
ყდეებში, ტინებში ცხოვრობს ესა. ხო და ტინებში როცა ჩამოდის, ჯერ მარჯვნივ გადახტება დეეჯანხება ამ ტინსა, მეორე მარცხნივ გადმოარდება, ახლა აქეთ მარცხენა რქას მიარტყამს და ესე მძიმე უღრამ ტყიდან ტინებიდან ჩამოდის დაბლა იარაღებზე საბუღრად. მეორე ისევ ადის. მაგალითად მოკლამ ერთი თვე მაინც უნდა რომ ეს თვითონ თავისებურ კალაპოტს დააგდებს რქებიდან რომელიც შიგარი ჩასმული ამ რქაში. ხოლო მე დაურახუნებ ჩაქუჩსა და ეს ცალკე დარჩება და ქალაქი და ცალკე დარჩება. პატარა ჩიტია ძალიან კოჭუბას ეძა კოჭუბას და შიგ დებს აი ისეთი მოხერხებული ჩიტია ორტოც ერთად აკავშირებს ორე ისა ეს ჩრიჩილია შეპარული და დაბლა. ხო და ორტოც ერთად აკავშირებს ამ ბუერა ქვიან ამას. ხო და მე დებში კვერცხო და შესაძლებელი კიდე აქვს. ეს არის ციყვი. ეს ჩვენი კეთილშობილი ირემი, რომელიც არის მოიპოვება კავკასიის მთაში. ხელა არა. ღამე თევზზე ვეჯექი დასაჭერად. ხო და ბადე მქონდა ჩაკიდებული და მოვიდა და მე თევზი მეგონა ამოვიღე და თვალები შემომანანთა და ნუტრია იყო. იტრო დათესავს გლეხი და გამოიბანს პატარა კიძრსა. აი როგორც ბავშვს რო შეხედო და იმას კაი მომავალი თაობა ეთყობა რომ კარგი გაიზრდება ბავშვი, ისე კიტრო შეხედა ის კიტრი უნდა ჩაიდო ბოთში, აი ესე სამთელი კიტრი. სამთელი კიტრი ყუნწიანი. აი ესე შეაპარებ და ბოთში ჩავა ეს პატარა კიტრი. გაანებებ თავს და 4 დღის შემდეგ ანახან და უკვე გაზდილია და ეს შევსებულია ეს ბოთი. რამდენი ხანია რაც ეს კიტრია? ეს 26 წელიწადი ეგრეა. და მე დაასხა მარახს ან სპირტსა წყალია შეიძლება. დაასხა მარახს სპირტზე დაუსვამ და იქნება. ამდენი წელია აი ასე აი ამდენი წელია ესია. ეს მაგალითად შეიძლება რომ არწივმა აიღოს ეს ყუი, ცოცხალი დაიჭიროს, წაიღოს აერში 1 კილომეტრის მანძილზე და სადაც ქვები ეგულება და ხევიანი ადგილია. იქ გაუშვებს ამ ჩხალებს, ჩამოვარდება დეეცემა, მოკვდება ეს ყუი და მემრე ამოსჭამს. შესჭამს ნისკარტს და ეს ბაკანი კიდე დარჩება. ეს არ ფუჭდება დროთა განმავლობაში. არა, ესე იქნება ეს ისეთი ის არის ძვალია და არ გაფუჭდება. აი ეს არის საოცარი ფერებისგან, ეს ბუნებრივია ეს ფერი? დიახ, ბუნებრივია ესა. ეს ქედანზე ვიყავი სანადიროთ და ხეზე ვიყავი ჩასაფრებული, ქედანი მოფრინდება და ჩამოაგდე მეთქვი. გავიხედე და წყლიდან გამოვიდა და არ უნდა მესროლო, მაგრამ მე ვთქვი ბავშვების საჩვენებლად მუზეუმში შევმატებ მეთქვი ვესროლე და გავაკეთებინე. ძალიან კარგი ლამაზი და ფეხები ქონდა როგორც წითელი სისხლი და ფერით თავისია და სულ ყველაფერი და ქვიან წიგნიდან ამოვიკითხე და სულთანა ქვიან, აი წიგში წერია. ეს არის ვარხვი. ამას უწერია რუსულ წიგში, გადავათარგმნე ქართულად. ამას უწერია ეს ყელთა რო აქვს მეშოკად უწერია. 5 კილოგრამამდე შეუძლიან წვრილი თევზი დაიჭიროს. ამაში შეუძლია ხო, ატაროს 5 კილოგრამი და მერე ცოტა მძიმედ გამოვიზოგოს და იკვებოს იმით. მე 71 წელში ვიყავი დირექტორი ვიყავი ნაგრძალისა. 71 წელში, ჩვენი ნაგრძალისა. ხო და იქ მყვანდა მე მამალი გედი, შინაური გედი. ჰაერიდან ჩამოფრინდა 7 გარეული გედი. ამ 7-ში თურმე ყოფილა ამათში შეყვარება. შეიყვარა ჩვენმა მამალმა ერთი გარეული გედი დედალი. შეიყვარა და ესე პირდაპირ აი წყალში ისწრებდნენ და ყოცნაობდნენ და რა ვიცი ყველაფერს. მე კიდე პირი რო ვარ დავინტერესებული რა. მე ვთქვი უნდა როგორმე დავიჭირო. სიმინდის მარცვლები მოვხარშე, ანკესებზე ავაბნი, აკეთიკიდან ჩაუწყე ჯოხებზე გავაკეთე რომ მივა და შეშჭამს, იმიტომ რომ შიერი იყო. არ მივიდა, არ შეჭამა. მე ვიფიქრე რა გავაკეთო, კაცო, ეს ვაი თუ გამიფრინდეს, არ მიფრინა. ხო და ეს ჩვენი გედი არ უშვებს მამალი გედი. მე მოვიფიქრე რომ 3 წაშტი